აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ახალი საფეხმავლო გადასასვლელების გახსნას ენგურის ხიდზე, განმხურსა და ხურჩაში გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. აფხაზეთის არაღიარებული მთავრობის გადაწყვეტილებას შეფასებები თბილისშიც მოხვა. ექსპერტების შეფასებით თავისუფალი მიმოსვლა ნდობისა და ურთიერთობის აღდგენისათვის აუცილებელია. საქართველოსა და აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე ახალი საფეხმავლო გადასასვლელები მოეწყობა. ალექსანდრე ანქვაბმა საკითხი რუსეთისა და აფხაზეთის უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებთან უკვე განიხილა. საქართველოს მთავრობაში დე-ფაქტო პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმებიან. საპარლამენტო უმცირესობას კი მიაჩნია, რომ ხელისუფლება შევარდნაძის გზას უბრუნდება. ახალი ხელისუფლება, როგორც ჩანს, მეორეს მხრივ უფრო და უფრო ეყრდნობა შევარდნაძის დროს გამოცდილ და მაინც და მაინც ეფექტურობით რო არ გამოირჩევდა იმ გზას. რაც უფრო მეტი კონტაქტი იქნება გამყოფას შორის, მით უფრო კარგია, ასე რომ დიდი ხანია უკვე ანქვაბი პირდებოდა გალის მოსახლეობას, რომ მათ მიეკნებოდა საშუალება არა მარტო ენგურის ხიდით ემოძრავათ გალსა და ზუგდიდ შორის. აფხაზეთთან მიმოსვლის გამარტივების აუცილებლობაზე ექსპერტებიც საუბრობენ. არეშიძის განცხადებით გადაადგილება ეგრეთ წოდებულ საზღვარზე აფხაზების რუსების ჩანაცვლების შემდეგ გართულდა. გარკვეული ძროები ხდება იმ მიმართულებით, რომელსაც მოდესი დავარქვათ ურთიერთობის აღდგენა, ნდობის აღდგენა და გარკვეული ეკონომიკური კავშირების შექმნა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო უნდა იყოს ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე, უსაფრთხოების ზონები დაიცვას, მაგრამ ხელი შეუწყოს ასე ვთქვათ, ურთიერთობის ფორმატების შექმნას. იქნება უფრო მიზანშეწონილი, იგივე გალის მოსახლეობისთვის, აფხაზეთის ქართველობისთვის, ეს მისასალმებელი ფაქტია. იმიტომ რომ მაინც ყველაფერი ჩვენ უნდა გამოვიდეთ მაინც ხალხის ინტერესებიდან. გალელები ყვებიან, რომ რუსი მესაზღვრეები მათგან ხშირად მძიმე ტვირთის ტრანსპორტიდან ჩამოტანასა და ხელით გადატანასაც ითხოვენ. რაც რუსები დარგნენ, იმის შემდეგ გამკაცდა ადამიანთა, ესე იგი, რომ გადამსვლელების შემოწმება. შეიძლება სარიცხი მანქანა იყიდოს ზუგდიდში ადამიანი და გალში უნდა გადატანა, მას შეიძლება რუსებმა მოსთხოვონ მისი გადმოტანა მის საგუშაგოზე და მას ეს აი ამ დანადგარის გატანა მოუხდეს 100-150 მეტრით. ხელით დავართ ერთი საჭმელი მიგვაქვს სუნკით სამთულია წასვლა, ფეხით ვიწევ გადასვლა. ანქვაბის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას გალელები უკვე წელიწადზე მეტია ელოდებიან.